ესეთი გაშლა უნდა შემოგთავაზოთ ახლა მეგობრებო, გავიგოთ რა მიდის და რა მოდის თქვენ ცხოვრებაში. საინტერესოა ეს თემატიკა ალბათ თქვენთვის და გავარკვევთ იმისთვის, რომ გავიგოთ რამდენად თქვენია ეს გაშლა. პატარა იდენტიფიკაციაში ჩავატარებთ, ვინ ხართ თქვენი. თუ დაემთხვევა იდენტიფიკაცია და გაშლა, იგრძნობთ, რომ თქვენია, უყურეთ ბოლომდე, თუ არ დაემთხვევა, გადმოდით ჩემ გვერდზე და არჩიეთ თქვენთვის სასურველი გაშლები და უყურეთ მათ. ასევე მოწონებები ენერგოცვლისთვის აუცილებელია, ლაიკები, გაზიარებები, კომენტარები და გამოიწერეთ ჩემი გვერდი ორივე, YouTube გვერდიც, TikTok გვერდიც და პირადი გაშლებისთვის მომწერეთ პირადში. ვინ ხართ თქვენ? რა ენერგიებში ხართ ახლა? მაგათა მოდიხართ სამყაროს თვალით. მაგი ეს არის პირველ რიგში გეტყვით, რომ შეიძლება მომდის ინფორმაციულად, რომ შეიძლება პირველ რიცხვში გაქვთ დაბადების დღე, პირველ თვეს ხართ დაბადებული, ეს არის იანვარი, რომელიღაცათვის შეიძლება პირველი რიცხვი იყოს, არ არის გამორიცხული ნაწილისთვის, ასევე არ არის გამორიცხული, რომ ბრძანდებით ექიმი, მკურნალი, ფსიქოლოგი მკურნალიდან ჩვეულებრივი ექიმიდან დაწყებული, ესე იგი ქირურგი, სტომატოლოგი, არ ვიცი, გინეკოლოგი, ნებისმიერი, აღარ გავაგრძელებ, ფსიქოლოგამდე მისული, ესე იგი ნებისმიერ დიდი დიაპაზონით შეიძლება ექიმი ბრძანდებით, ასე ვთქვათ, ფსიქოლოგის ერთგვარი ექიმის როლშია. ასევე ნაწილისთვის არის პრინციპში მაგი, რომელიც ასევე მაგი ეზოთერიკის წარმომადგენელი შეიძლება ბრძანდებით და შეიძლება ჩემი კოლეგებიც უყურებთ ახლა ამ გაშლას და რაღაცა რიტუალებით ხართ დაკავებული თქვენი სპეციალობაში, თქვენ საქმიანობაში, შეიძლება იყოს ასე ტაროლოგები, ნუმეროლოგები, ფსიქოლოგები, როგორც უკვე აღნიშნე, ასტროლოგები, აი ყველა ეს თემატიკას მოიცავს მაგი, ძალიან დიდი დიაპაზონი აქვს საერთოდ ამ კარტს. ადამიანი, რომელიც დაინტერესებულია მაგით და ყველა აი ამ სფეროთი, რომელიც მე ჩამოთვალე, შეიძლება უწამლო მკურნალიც ბრძანდებით, ასეც შეიძლება იყოს რაღაც ნაწილისთვის სიტყვით მკურნალი ადამიანი და თანადგომის გამომცხადებელი თავის საყვარელი ადამიანების გარემოცვის მხრივ. მაგრამ ძირითადად თუ არც ერთი არ ემთხვევა თქვენ იდენტიფიკაციას, მაგი ეს არის ადამიანი მანიპულატორი, რომელიც 4-ვე სტიქიათ მისწინა, ესე იგი ყველა კარტ ტაროში, რომელიც გინდა ნახო, 4-ვე სტიქია თასი, პენტაკლი, ხმალი, ჟეზლი, ყველაფერი აქვს ხელში. კონკრეტულად ამ კარტზე არ ვიცი, რამდენი ხელი აქვს და რამდენი ფეხი აქვს, მაგრამ ყველა აი თასიც აქვს, ჟეზლიც აქვს, ხმალიც უჭირავს, აქ ფულიც უჭირავს, ყველაფერი უჭირავს ხელში. ესე იგი, რომელიც დაჭირდება, ესე ჟონგლიორობს, რომელიც დაჭირდება, იმას ამოერჩევს და იმას იხმარს. თავისი მანიპულატორული რეჟიმი ჩართული აქვს ყველაზე ყველაფრის მიმართ და მაგი ყოველთვის გამარჯვებული გამოდის საჭირო სიტუაციაში. ნებისმიერ სტიქიას მოკიდებს ხელს და თავს გამოიყვანს მშრალად, ჩაფლულიც რო იყოს ჭაობში და შეცდომებში, თავის თავს გამოიყვანს მშრალად აი ამ ჭაობიდანაც კი. აი ესეთი ტიპაჟია პრინციპში. ეხლა აჩვენებენ, რომ შეიძლება დასვენების რეჟიმში ხართ 4-იან ხმლით, ეს არის, არ ვიცი, წამოწოლილი უყურებთ ამ გაშლას, შეიძლება დასვენების დღე გაქვთ, არ ვიცი, შესვენება გაქვთ და წამოწექით, შვებულებაში ხართ და უბრალოდ ისვენებთ, ან უბრალოდ არის ენერგეტიკა, რომ გეძინებათ, ძილისკენ ილტვით და საშუალება არ გაქვთ ამისი, რომ დაიძინოთ, დრო არ გაქვთ, იმიტომ რომ რაღაცნაირად ფინანსურად წარმატებულ ადამიანად გაჩვენებენ, ფინანსებისკენ მობილიზებულ ადამიანად გაჩვენებენ. 9 პენტაკლი ეს არის ძალიან კარგი ფინანსების მიღების რეჟიმი და ენერგეტიკა, შეიძლება ელოდებით დამატებით რაღაცა დამსახურებისთვის, ასე ვთქვათ, ერთგვარ პრემიას სამუშაო რეჟიმიდან, ან რაღაცა კარგ კურსს ელოდებით. ფსიქი დაფრინავს მეგობრებო, გარეთ ოღონდ და ჩემი მხედველობა მიიზიდა.
მოკლედ, ფინანსების მიღების ენერგეტიკაში ხართ, ბევრი რო აღარ გავაგრძელო და ძალიან მოლოდინში ხართ, აი ამ კარგი კუშის ერთგვარის, ეს არის ფინანსურად ძალიან წარმატებული მდგომარეობა თქვენი. შეიძლება ელოდებით რაღაცა შვებულების წინა ასაღებ ავანს პლუს დამატებით საჩუქარ პრემიას, ასე ვთქვათ, საშვებულებო თანხისას და აი ამ წასვლას და აი ამ გამოძინებას, დასვენებას. ვიღაცისთვის შეიძლება იყოს დასვენება უბრალოდ კარგი გამოძინებული შაბათკვირაც, ზოგიერთისთვის შეიძლება შაბათკვირა საკმარისი აღარ იყოს, იმდენად გადაღლილი ხართ და ერთგვარი შვებულებაში გამოძინება და დასვენება. გჭირდებათ ზოგისთვის პლაჟზე წამოწოლა და დაძინება იქნება, ვისთვის მთაში დასვენება და ჰამაკში წიგნით ხელში სულიერად სიმშვიდის პოვნა, ასეთიც იქნებით, ისეთიც საერთო გაშლაში ბევრი ხართ მაყურებელი და ძალიან გთხოვთ გააქტიურდით თქვენი კომენტარებით, ლაიკებით და ენერგოცვლით, რომელიც საჭიროა ჩვენ ურთიერთობაში კიდევ შეგახსენებთ. მოკლედ, ესეთი რეჟიმია თუ ატყობთ თქვენ თავს და გრძნობთ, რომ თქვენი პიროვნება ვინც დავახასიათე, უყურეთ ამ გაშლას და გავიგოთ რა მიდის თქვენი ცხოვრებიდან და რა მოდის უახლოესი ზაფხულის პერიოდი იყოს, მოდი, რამდენი გამოდის? უახლოესი 2 თვის განმავლობაში, პლუს მინუს რა მიდის? ძველი ჯერ გავიგოთ რა მიდის და მე გავიგოთ რა მოდის. ისეთი თქვენი ცხოვრებიდან მიდის წყვილი, ასე ვთქვათ, პენტაკლის მეფე და დედოფალი ამოდის, ერთგვარი შეიძლება არ ვიცი, თქვენი რატომ მომდის ასე რომ შეიძლება თქვენი მეზობლები იყვნენ ოჯახი ერთ ენერგიაში, ერთნაირი ფასეულობებით, ერთნაირი ფინანსებზე შეყვარებული ტიპაჟები მიდიან თქვენი ცხოვრებიდან, სადაც მათ მათთვის რაღაცნაირი მისტიური ქალი იყავით. გაშლა ორივეს ქრესთვის არის მამაკაცებმა თქვენ თავზე მოიგეთ. ჟეზლის დედოფლად აღიქვავდნენ რაღაცა ცოტა მისტიურობასთან, აღიქვავდნენ, არ ვიცი, რა კავშირი ჰქონდათ ამ ადამიანებთან, მაგრამ ერთგვარი წყვილი ამოდის თქვენ ცხოვრებაში, ესეთი ნაწილისთვის შეიძლება იყოს მართლაც მეზობელი ოჯახი, ასე ვთქვათ, რომელთანაც რაღაცა მისტიურობის კავშირი გქონდათ. არ ვიცი, რასთან არის ეს მისტიურობა კავშირში? ოცნებებთან, რაღაცა რეალიზებასთან, შეიძლება თქვენ რაღაცებს უყვებოდით კონკრეტულად ამ ოჯახს, რომელიც, არ ვიცი, თქვენ სიზმრების ახდენასთან იყო საუბარი თუ აი რაღაცეები, რასაც გრძნობთ და გითქვიათ ხოლმე, რომ აი ესე ვგრძნობდი და იცი ესე მოხდა, აი რაღაცა კავშირი ქონდა ამ მიმართულებით თქვენ ოცნებასთან და თქვენ მისტიკასთან დაკავშირებით, ამ ოჯახთან დაკავშირებით. ეს ოჯახი უბრალოდ მიდის თქვენი ცხოვრებიდან და პრინციპ პენტაკლიც ამოდის, ეს სავარაუდოდ მათი შვილია ან პატარა ძმა არის ამ ცოლქმრის, ამ წყვილის, ასე ვთქვათ, მთელი თავისი პენტაკლების საგვარეულო ამოვიდა. სად მიდიან ეს ადამიანები, რახან ესეა, სამართლიანად მიდიან თქვენი ცხოვრებიდან, გვჩვენებენ იუსტიცია მე-11 მაღალი არკანი. ეს არის კანონიერად ასე უნდა წასულიყვნენ. ამოწურეს, მოდი, იოლად რო ვთქვათ, მთელი თავისი ფინანსები, დრო და ყველაფერი იმისთვის, რომ თქვენ ცხოვრებაში აღარ არის მათი ადგილი, ასე ვთქვათ, და ეს ადამიანები დაგტოვებენ. რაღაცა ოჯახია ერთგვარი, შეიძლება არ იყოს ნამდვილად ყველასთვის, რა თქმა უნდა, მეზობლები არ იქნებიან, შეიძლება ერთგვარი თქვენი სანათესაო ოჯახი იყოს, დედა, მამა და შვილი, აი ესეთი პენტაკლების ოჯახის, ფინანსურად წარმატებული პრინციპში ოჯახი შემიძლია ვთქვა ამ კარტებიდან გამომდინარე, რომელიც არ ვიცი, კანონიერად ეკუთვნით მათ, რომ თქვენი ცხოვრებიდან წავიდნენ და წავლენ კიდევაც, ასე ვთქვათ, ზედმეტად არ შეყოვნდებიან. რა მოდის, გავიგოთ? ეს ოჯახი მიდის თქვენი ცხოვრებიდან. რამე ცუდი თუ რა გაკავშირებდათ, მოდი გავიგოთ ამ ოჯახთან. ძალიან დამაინტერესა ახლა. სამიან პენტაკლი. სამუშაო რეჟიმზეა საუბარი, ეს შეიძლება იყოს თქვენი წყვილი სამუშაო რეჟიმში, ვისთან ერთადაც მუშაობდით, ან რაღაცა პროექტს ახორციელებდით, რაღაცას ქმნიდით, ხელებით მუშაობაზეა საუბარი, აი ხელებით თლიდა რაღაცა ადამიანი ურთიერთობას და ამ რაღაცაში დებდა ენერგიას. ეს ოჯახი და ეს წყვილი, ასე ვთქვათ, ერთგვარი მიდის თქვენი ცხოვრებიდან და რა მოდის უახლოესი 1-2 თვის განმავლობაში თქვენ ცხოვრებაში გავიგოთ, ორი კარტი ამოდის.
მარტოობის შემდეგ მოდის 4-იან ჟეზლი. თქვენთვის პარტნიორი სასურველი სტაბილური, რომელიც ერთგვარ სტაბილურობას მოგცემთ. მიიღეთ. 2-იანი თასი. სიყვარული მოდის, მიიღეთ.